მოგესალმებით ეთერშია დასუტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. დღეს 9 აპრილია 37 წელი გავიდა საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღიდან 1989 წლის 9 აპრილს ქართველმა ადამიანმა გააცნობიერა რომ ის იყო ქართველი და არა საბჭოელი. გააცნობიერა რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა სწუროდა. 9 აპრილის ტრაგიკულ და სისხლიან ღამეს, როდესაც ათასობით ადამიანი მოითხოვდა საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, საბჭოთა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება და სასტიკად დაარბია თავისუფლების მოთხოვნით გამოსული ხალხი. 21 ადამიანი იქნა მოკლული, ათასობით ჭრილი და მოწამლული საბჭოთა შენაერთების მიერ. ადამიანები, რომლებიც დღეს გმირები არიან, ისინი შეეწირნენ საქართველოს დამოუკიდებლობას, შეეწირნენ საკუთარი ქვეყნის თავისუფლებასა და სიყვარულს. ანაკლიის სპორტთან დაკავშირებით გადავხედათ ხელშეკრულებას ზედამხედველ კომპანიასთან და შედეგად პროექტის ღირებულება 25%-ზე მეტით შემცირდა. კონკრეტულად შემცირდა 52.5 მილიონი დოლარით. უახლოეს დღეებში აქტიურად განახლდება სამშენებლო პროცესი ანაკლიაში. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ხდომაზე განაცხადა და ასევე აღნიშნა, რომ ანაკლიის სპორტთან დაკავშირებით სხვადასხვა მიმართულებით სერიოზული ოპტიმიზაცია განხორციელდა. ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი მაქსიმალურად ხარჯთეფექტიანად, მინიმალური საბიუჯეტო დანახარჯებით განხორციელდეს. მინდა მადლობა გადავუხადო ეკონომიკის მინისტრს და მის გუნდს, რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტს ამ კონკრეტულ შემთხვევაში 52.5 მილიონი დოლარი დაუზოგა, განაცხადა კობახიძემ. პარტიის ფედერალისტები ლიდერები გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი საფრანგეთის ევროპის მინისტრს ბენჟამინ ჰადადს შეხვდნენ. ინფორმაციას პარტია სოციალურ ქსელში ავრცელებს. შეხვედრაზე საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესები და ოპოზიციის ალიანსის გეგმები განიხილეს. აღნიშნულია ინფორმაციაში. ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერ ლანა გალდავას განცხადებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან აღდგენა შეუძლებელია, თუ ქართული ოცნება შესაბამის რეალურ ნაბიჯებს არ გადადგამს. როგორც მან პალიტრა ნიუსის გადაცემაში რეზიუმე განაცხადა, პროცესის წარმატება სრულად დამოკიდებულია ქართულ ოცნებაზე, რადგან ბურთი მათ მოედანზეა. გალდავას თქმით, აუცილებელია დემოკრატიული პროცესების გაჯანსაღება, დეპოლარიზაციის ხელშეწყობა, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების ჩატარება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რეპრესიული კანონების გაუქმება. ამერიკისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში იყოს დემოკრატიული პროცესები და სიმშვიდე, განაცხადა გალდავამ. გარდა ამისა, მან ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის უსაფრთხოების მზარდ მნიშვნელობაზე და ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ლელოს ინიციატივაზე, რომ ანაკლიის სპორტს დაერქვას ტრამპის სახელი და გახდეს ტრამპის გზის კარიბჭე დასავლური სამყაროსთვის. ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ ბრძანება გამოიცა. ბრძანებას ხელს აწერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქრევიშვილი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბრძანება შეიძლება გასაჩივდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან 1 თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. დოკუმენტში განმარტებულია, რომ საქართველოში მრავალი წელია ფუნქციონირებს ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრი, სადაც შესრულებული წარმოდგენები საქართველოს კულტურული მრავალფეროვნების მნიშვნელოვანი ნაწილია. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძის განმარტებით გრანტების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით გრანტად ჩაითვლება თანხა, რომელსაც საელჩო გასცემს რომელიმე ფიზიკურ პირზე ან იურიდიულ პირზე და მიმართული იქნება საქართველოში პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და საზოგადოებაზე ზეგავლენის მოსახდენად. გორდულაძის განმარტებითვე, როდესაც საელჩოს თავისი ქვეყანა თანხას ჩაურიცხავს თავისი მიზნების განსახორციელებლად, ამ ყველაფერს მთავრობასთან შეთანხმება არც მოქმედი კანონმდებლობით არ სჭირდებოდა და არც ცვლილებებით დასჭირდება. ამასთან გორდულაძემ პასუხა დაგეგმილ ცვლილებებზე გამოხმაურებებს და აღნიშნა, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის, მაგალითად ნონა ქურდოვანიძისთვის გაუგებარია რამდენი სქესი არსებობს, შესაბამისად ის ვერც კანონის ჩანაწერებს ვერ გაიგებდა. ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისია პირველ რიგში ემსახურება კონკურენციის ხელშეწყობას, ფასწარმოქმნის გამჭვირვალობის წესების დადგენას, კონკურენციის შესაძლო დარღვევის და შესაძლო კარტელური გარიგებების გამოვლენას. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით განუცხადა. მისივე თქმით, როცა საქმე ეხება სამომხმარებლო საქონელს და საცალო ვაჭრობის ქსელებს, კონკურენცია უნდა არსებობდეს ბაზარზე, არ უნდა ირღვეოდეს და ფასწარმოქმნის პრაქტიკაც უნდა იყოს გამჭვირვალე. ცნობისთვის სასურსათო პროდუქციის მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით შეხვედრები დაასრულა და ამ ეტაპზე მედიკამენტების ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით შესაბამის სუბიექტებთან მართავ შეხვედრებს.
ეს არ არის სტრუქტურა, რომელიც კლასიკურად ბანკის ფუნქციას ასრულებს და რაიმე ფორმით ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ იქნება. ეს იქნება კლასიკური განვითარების ინსტიტუტი, რომელიც შეასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციებს. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების ბანკთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, ბანკთან დაკავშირებით იქნება ახალი ელემენტები, რომლებიც შესაძლებელია საკმაოდ საინტერესო იყოს ბიზნესის ხელშეწყობისთვის და განვითარებისთვის საქართველოში. რაც შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, ეს არ იქნება სახელმწიფო ბანკი კლასიკური გაგებით. მას არ ექნება ის ფუნქციები, რაც საჭიროებს ეროვნული ბანკის მხრიდან ზედამხედველობას. ეს იქნება კლასიკური განვითარების ინსტიტუტი, რომელიც შეასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციებს. მათ შორის არსებული ფუნქციების სხვადასხვა მიმართულებით მოხდება კონსოლიდირება და ასევე იქნება ახალი ელემენტებიც. ეს ელემენტები შესაძლებელია საკმაოდ საინტერესო იყოს ბიზნესის ხელშეწყობისთვის და განვითარებისთვის საქართველოში, განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით 2031 წლის 1 თებერვლამდე გადავადდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბიზნეს სექტორთან კონსულტაციების შედეგად მიიღეს. როგორც მოგეხსენებათ, პლასტმასის მოხმარება ზიანს აყენებს როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ისე გარემოს. რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა პლასტმასის მოხმარების შემცირების მიმართულებით. ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება. ბიზნეს სექტორთან გვქონდა აქტიური კონსულტაციები. მადლობა ამისთვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს. ამ კონსულტაციების შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ 4 წლით 2031 წლის 1 თებერვლამდე, განაცხადა კობახიძემ. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ხოსე მანუელ ალბარესის განცხადებით აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მხოლოდ 2 კვირით მოქმედებს და ჯერ ნაადრევია იმის დადგენა. ნამდვილად დასრულდა თუ არა ომი. მისი თქმით, მსოფლიო კატასტროფასთან ძალიან ახლოს მივიდა, რაც აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანული ცივილიზაციის განადგურებით დაიმუქრა. როდესაც სამხედრო ზესახელმწიფოს ლიდერი ასე იმუქრება, მე ამ მუქარას სერიოზულად აღვიქვამ. საუბრობთ კაცობრიობისთვის წარმოუდგენელ რამეზე, რაც ესკალაციას გამოიწვევდა, აღნიშნა ალბარესმა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადებას იმედისა და სიხარულის დღე მოაქვს, ის მხოლოდ 2 კვირას გრძელდება. მხარეებს შორის კი დიდი განსხვავებებია. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიესალმება. აშშ-სა და ირანს შორის გასულ ღამეს მიღწეულ 2 კვირიან ცეცხლის შეწყვეტას მივესალმები. ეს საჭირო და ესკალაციას უზრუნველყოფს, წერს ევროკომისიის პრეზიდენტი X-ზე. ის ასევე მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესში შუამავლობისთვის პაკისტანს მადლობას უხდის. ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტის ხანგრძლივი გადაწყვეტის მიზნით მოლაპარაკებები გაგრძელდეს. ამ მიზნით ჩვენს პარტნიორებთან კოორდინაციას ვაგრძელებთ, აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი. ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სასიამოვნო სიახლეა. ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრე სტუბი სოციალურ ქსელში წერს. მივესალმები ირანსა და აშშ-ს შორის მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მხარს ვუჭერთ ყველა ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ომის დასრულებისა და ჰორმუზის სრუტესა და მთელი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში უფრო მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, აცხადებს სტუბი. ჰეზბოლამ ისრაელის წინააღმდეგ იერიშები შეაჩერა. ინფორმაციას როიტერსი ჰეზბოლასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის წყაროების ცნობით აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული 2 კვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ჰეზბოლამ ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვება და ლიბანში ისრაელის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ იერიშები შეაჩერა. მანამდე ისრაელმა სამხრეთ ლიბანში მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა და მოსალოდნელი დარტყმების შესახებ გაფრთხილება გამოსცა. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ შეთანხმება ლიბანს არ მოიცავს. ცნობისთვის 2 მარტს ისრაელსა და ჰეზბოლას შორის საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ ლიბანში 1500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.